ვარ გიორგი ორთოიძე, მეოთხე კურსის სტუდენტი ათენში, სახვით და გამოყენებული ხელოვნების კურსზე, ვსწავლობ საქართველოში. დავიბადე ქალაქ ხაშურში. დავამთავრე ხაშურის მე-7 სკოლა. თავიდან მინდოდა ჩამებარებინა სახელმწიფო უნივერსიტეტში, მაგრამ იმის და გამო რომ საშუალება არ მქონდა რომ გადამეხადა და ვიცოდი რომ სასულიერო აკადემია და სემინარია იყო ერთ-ერთი საშუალება რომელიც უფასო სწავლება იყო, გადავწყვიტე და იქ ჩამებარებინა. გავიკითხე და ვიკითხე რომ არის ფაკულტეტი ქრისტიანული ხელოვნების ისტორია. რა თქმა უნდა ეს იყო მართლაც აღმოჩენა ჩემთვის რომ მე ზოგადად მიყვარს ხელოვნება, ბავშვობიდანვე ხელოვნების ასე ვთქვათ ხელოვნების მოყვარულ ოჯახში გავიზარდე. და მინდოდა რომ კავშირი მქონოდა ხელოვნებასთან. თბილისში ყველა მიცით როგორი რთულია სტუდენტისთვის თან იცხოვრო, თან ისწავლო პარალელურად, მაგრამ ამაშიც გამიმართლა და ვცხოვრობდი სასულიერო აკადემიას სემინარიის საერთო საცხოვრებელში. ხოლო რაც შეეხება უნივერსიტეტს, ეს იყო მართლაც დავიწყარი წლები ჩემთვის, დიდი გამოცდილება, ძალიან კარგ ლექტორებთან მქონდა შეხება და მქონდა იმის ფუფუნება რომ მომესმინა მათი ლექციები, მაგალითად ავიღებ ბატონ დიმიტრი თუმანიშვილს, რომელიც დღემდე მისი რედაქტორობით არის ბევრი ფლოტმოძღვრების ძეგლები და დახასიათება, წიგნები მისი რედაქტორობით და მისი აღწერით ხდება. ნუ ეს რაღაც საოცარი ამ პიროვნებასთან შეხება. ასევე ასმათ ოქროპირიძე, რომელიც შესანიშნავ ხელბაცოდნეა. ჩანახატებს ვაკეთებ, როდესაც დრო მაქვს. დროის უქონლობის გამო ვერ ვახერხებ, ასე ვთქვათ, ბევრი ნამუშევრების შექმნას. ნუ რაც მაქვს შექმნილი ნამუშევრები, ჩემი ზოგი გაყიდულია, ზოგი ასე ვთქვათ, ნაჩუქარია. ერთი კონკრეტული ნახატი მაქვს, ასე ვთქვათ, დატოვებული ჩემთვის. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ბევრი რამ დაინახოს ნახატში, თუნდაც ჩემს ნახატშიც. ერთ-ერთი ქართველი დიზაინერი დაინტერესდა ამ ნახატით და გამოიყენა თავისი კოსტუმები, საწუნარი კოსტუმები იყო როგორც მახსოვს, გასაფორმებლად და ეს ნახატი დარჩა ამ თავის დიზაინშიც. სასულიერო დამთავრების შემდეგ დამიკავშირდა ბატონი გოჩა ბარნოვი, რომელმაც გამიწია დიდი დახმარება, რომ წამოსულიყავი პროგრამით ათენში. მითხრა, რომ არის ასეთი პროგრამა დაფინანსებით და შეგვიძლია რომ გავაკეთოთ საბუთები, გადავაგზავნოთ და თუ რა თქმა უნდა ამის თანხმობას მივიღებთ, შესაძლებლობა გექნება რომ მიიღო ათენში ევროპული განათლება. ყველაფერი საბუთები მოვამზადეთ, გადმოვაგზავნეთ და ზუსტად სექტემბერში მოვიდა პასუხი რომ შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ ათენში, დაიწყოთ ენის კურსები და შემდეგ უკვე შეხვიდეთ იმ უნივერსიტეტში, რომელიც გაქვთ არჩეული. 2019 წელს ჩამოვედი ათენში, დავიწყე სწავლა ენის კურსებზე, რომელიც გრძელდებოდა 7 თვის განმავლობაში. 2020 წლიდან უკვე მარტიდან დაიწყო უკვე კოვიდის პერიოდი. მე ძალიან ზედმეტად გამოვცადე ეს კოვიდის პერიოდი. დააგვიანეს რაღაც ჩაკეტვების გამო დააგვიანეს, რომ მოეცათ სტიპენდია. ამ პერიოდში ცხოვრობდი ერთ საეკლესიო საერთო საცხოვრებელში, სადაც არ ვიხდიდი ფულს ქირაში, მაგრამ ჭამა არ შედიოდა. არის ცენათმეჯობა. პირდაპირ მყავს ერთი მომღერალი ბიჭი.
ყოველ შუადღისით ნაშვება ხოლმე. საოპერო განხრით სწავლობს და გაკვეთილებს მოციც ემზადება და ეს ხმას ისწორებს, მისმენ ყოველთვის ოპერას. მიწევდა ყოველი დღე ეს გადამეტანა რაღაცა შვის ფაფით, გადამეტანა რაღაცა ერთი ჩაი და პურით, რაც შემეც, რაც მომენახეთ ფაქტიურად საშუალება მე არ მქონდა, ასე ვთქვათ, თანხა მე არ მქონდა, არც ჩემს ოჯახს არ მქონდა დახმარებოდა. მუშაობის უფლება რა თქმა უნდა არ მქონდა, იმიტომ რომ ჯერ ენა არ ვიცოდი, ძალიან რთული ენა, კავშირი ძველ ბერძნულენასთან, რომელსაც დღესაც იყენებენ რაღაც სიტყვებს და რა თქმა უნდა ეს იყო ძალიან რთული ენა ზოგადად, რომ შემესწავლა, მაგრამ პროგრამა მოითხოვდა იმას, რომ მაქსიმალურად თავს ძალა უნდა დამეტანებინა, რომ კარგად რომ გადამელახა ბარიერი, ჩამებარებინა გამოცდები, რომ დამეწყოს ჩვეულებრივად გამეგზელებინა სწავლა უნივერსიტეტში. დავასრულენის კურსები, შემდეგ უკვე უფლება მომეცა, რომ გამეგზელებინა სწავლა ათენის სახვირთა გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტზე. კონკრეტულად არჩეული მქონდა ისტორია და თეორია ხელოვნების. მეოთხე კურსზე ვარ და ის ფაქტი, რომ ვინარჩუნებ სტიპენდიას, დამოკიდებული იმაზე, რომ უნდა ჩავაბარო ყველა გამოცდები და მაქსიმალურად მაღალი ქულებით. და ეს იმას რა თქმა უნდა ჩემზე დამოკიდებული, რომ კარგად უნდა ვისწავლო უნივერსიტეტში, რომ მივიღო შესაბამისი ქულები, არა მარტო იმისთვის, რომ სტიპენდია მქონდეს, იმისთვისაც, რომ ისე მიზეზისთვისაც ჩამოვედი, რომ გონებრივი შესაძლებლობები განმევითარებინა ხელოვნების კუთხით. ზოგადად ხელოვნების სკოლა ეს ათენის ხელოვნების ასე ვთქვათ აკვანი და ნებისმიერ სტუდენტს ხელოვანს, რომელიც სწავლობს ათენში, აქვს უფლება მისი ერთგვარი ხელწერა, მისი შემოქმედება დატოვოს უნივერსიტეტში. ჩემი დღე იწყება დილის 9 საათზე. შეიძლება უფრო ადრეც. გააჩნია პროგრამას უნივერსიტეტის და სამსახურის. პარალელურად დავიწყე მუშაობა, რა თქმა უნდა, მინდოდა, ასე ვთქვათ, ქონოდა ურთიერთობა, კონტაქტი უფრო ახლოს ბერძნებთან, ეს უფრო მეტად დამეხმარებოდა ენის მეტად სწავლაში, პრაქტიკაში. დღესდღეობით მუშაობ ერთ-ერთ დიდ კომპანიაში, როგორც არის Nespresso და იქ, ასე ვთქვათ, ნახევარგანაკვეთზე მუშაობ იმის გამო, რომ სტუდენტი ვარ. და პარალელურად, რა თქმა უნდა, უნივერსიტეტიც მადლობელი ვარ ის, რომ აქ დაბალანსებულია უნივერსიტეტის და სამსახურის თემა, ისე რომ არანაირი პრობლემას არ გიქმნის სამსახური უნივერსიტეტთან დაკავშირებით. შენ ირჩევ საათებს სამსახურში, ადგენ პროგრამას, ისე რომ ხელი არ შეკეშალოს არც უნივერსიტეტში. ერთადერთი დღე, რაც ასე ვთქვათ, დასვენების დღე მაქვს, ის არის, რომ როდესაც სამსახურში არ ვმუშაობ. და იქ დასვენების დღე მაქვს, თუმცა ვარ უნივერსიტეტში. უნივერსიტეტში ყოფნა ერთგვარი ჩემთვის განტვირთვა. Δεν θέλω να σας κουράσω. Δεν με κουράζεις. Απλά εδώ δεν μπορείς να καθίσεις. Και να έχεις πίσω, ας πούμε, φόντο τα βιβλία. Δεν μπορείς να κάτσεις εδώ άνετα. Εκτός αν απλά κουμπάς.
ისწავლო ხელობის ისტორია სწორედ ათენში ძალიან დიდი პლუსია. ის ბიბლიოთეკა, რაც ხელმისაწვდომი არაა, თუნდაც საქართველოს ქართული სტუდენტებისთვის, აქ საშუალება მაქვს მქონდეს ის ბიბლიოთეკა მაქსიმალურად მდიდარი ბიბლიოთეკა, რაც შეეხება ბერძნულ ხელოვნებას, მის ესთეტიურობას, მის განვითარებას. სამოსების განვითარება, კრეტა მიკონური სამოსები, მერე შემოვიდა უკვე ანტიკური ბერძნული ახალი, ბიზანტიური, ამათრო ისტორია, Μαγκών και πιστολές. მე ვახსენე რომ ცხოვრობდი საერთო საცხოვრებელში, რომელიც ეკლესიას ეკუთვნოდა. იქ უფლებას არ მაძლევდნენ რომ მემუშავა, რადგან იქ იყო ერთგვარი განსაზღვრული დრო, რა დროსაც უნდა ყოფილიყავი საცხოვრებელში, ეს იყო 9 საათი. 9 საათის შემდეგ იკეტებოდა კარები, არ შეგეძლო გასვლა, დაგვიანებაც რა თქმა უნდა. დადებით ის იყო რომ ეკონომიური კუთხით გასავალიდად არ მექნებოდა, თუმცა ჩემი გადმოსახედით არ მექნებოდა კავშირი საზოგადოებასთან. ბინის ქირაობა რა თქმა უნდა ძალიან გამიჭირდა და ერთ-ერთი მიზეზი რაც სამწუხაროდ უნდა ვთქვა რომ ეს იყო რომ ვიყავი ქართველი. რა თქმა უნდა მე არ მაქვს საუბარი ზოგადად ყველა ქართველებზე, მაგრამ არის კონკრეტული ქართველების ნაწილი, რომელმაც ძალიან ცუდად დაამახსოვრეს თავი ბერძნებს. ბერძნებს ჩამოუყალიბდათ ის აზრი, რომ ყველა ქართველი რაღაცას დააშავებს და მით უმეტეს რომ მას სახში შეუშვებ. არც მაცდიდნენ იმის თქმას, რომ ვარ სტუდენტი და ფინანსებით არ მაცდიდნენ. ოდესაც ვეუბნებოდი რომ გამარჯობათ მე სადა ესა ვარ ქართველი წარმოშობით ბინის ქირაობა და იქ წვეთდნენ. ზოგი მეუბნებოდა რომ იცი რა უკვე და გავაქირავე. ზოგი მეუბნებოდა ზოგმა პირდაპირ მითხრა არა ვერ მოგცემთ გვეშინია. მოვდიოდი ამ ქუჩაზე ზუსტად და მახსოვს რომ გარედან იყო წარწერა ქირავდებ ამ ბინაზე. ნახა ვერანაირად ვერ მეტყოდა რომ გავაქირავე უკვე იმიტომ რომ ბინის წინ მიდექი. ხო და ჩვენ შორის ასე ვთქვათ ერთგვარი გაცნობა იყო, ძალიან დადებითი პიროვნებად შემხვდა და გადაწყვიტა რომ ეს ბინა მოეცა ჩემთვის. ბინები ძვირია საბერძნეთში. მე ახლა როგორც სტუდენტი ერთი ოთახი ჩემთვის საკმარისი იქნებოდა და ასე ვთქვათ ამ პიროვნებამაც ძალიან დიდი ასე ვთქვათ შეღავათი გამიკეთა იმის გამო რომ სტუდენტიც ვიყავი და შედარებით ნაკლებ ფასად მომცა მომაქირავა ბინა. დიდ განსხვავებას ვერ ხედავ დიდ ასე ვთქვათ უზარმაზარ განსხვავებას ქართულსა და ქართველებსა და ბერძნებს შორის. ძალიან ეს ორი ერი ძალიან დაკავშირებულია მჭიდროდ ერთმანეთთან. დღესდღეობით რაც შეეხება დღევანდელ კულტურას, დღევანდელ სამყაროს, ჩემი აზრით დიდი განსხვავება არც დღეს არ არის. უბრალოდ ერთგვარი განსხვავება არის ჩვენ შორის მენტალური. აქ უფრო სხვანაირად უყურებენ ინდივიდუალიზმს ადამიანის. იმიტომ რომ
არ შეიძლება თვით ყველა ადამიანი ჰგავდეს ერთმანეთს. ეს არ არის ზოგადად ბუნებაში არ შეიძლება იყოს, რომ ყველაფრის მსგავსი რამე იყოს. და ერთგვარი ეს ფილოსოფია არა ბერძნული და ზოგადად ევროპული ფილოსოფია, რომლის დასაწყისიც კი ბერძნული ფილოსოფია, რომ ყველაფერი განსხვავებული მისაღებია. ყველაფერი განსხვავებული აქვს თავისი ინტერესი და ყველაფერი განსხვავებული ისეთი უნდა მივიღოთ, როგორიც არის. იმიტომ რომ ყველაფერი მრავალფეროვნება ჯამში ძალიან დიდ ისტორიას ქმნის. ძველი თაობა უფრო მეტად ჩარჩოებშია მოქცეული, უფრო კონსერვატიულს ვიტყოდი. უჭირთ მაინც მიმღებლობა განსხვავებულის, უჭირთ მიმღებლობა თუნდაც განსხვავებული ორიენტაციის, უჭირთ მიმღებლობა განსხვავებული ჩაცმულობის სტილის, განსხვავებული ეროვნების, აღმსარებლობის და მე მგონი ამასში კავშირს საქართველოშიც ვხედავ, ამას ასეთ კავშირს. ჩემი აზრით ხელოვნება ეს არის ერთგვარი პორტალი. მე ასე ვფიქრობ, ერთგვარი პორტალი, რომელიც აკავშირებს მიღმიერ სამყაროს და რეალურ სამყაროს. და ამისი გამტარი არის თავად ადამიანი. ოთხი წელი, რაც არის ბაკალავრი უნივერსიტეტის საბერძნეთში, არის უფასო. შემდეგ უკვე მაგისტრატურა, უკვე ფასიანია, მაგრამ იმასაც გეტყვით, რამდენი რაც ღირს. წელიწადში 1000 евро. აკადემიურ დონეზე მოგეხსენებათ ახლა საბერძნეთი ევროპის წევრი ქვეყანაა და აქვს შესაძლებლობა, რომ მისცეს ნებისმიერ პირველ რიგში თავის სტუდენტს, ბერძენ სტუდენტს და შემდეგ ვინცაც სურვილი აქვს რომ საბერძნეთში ჩამოვიდეს იმ სტუდენტებსაც ევროპული განათლება. მეტ ყურადღებას აქცევენ საბერძნეთში ასე ვთქვათ შენს შეხედულებას. ხელოვნების ისტორია უზარმაზარია და ასე ვთქვათ ის არ იცვლება. ღებულობს ყველა შენი აზრებით, შენი შეხედულებით. იყოს ეს საერთოდ აცდენილი, იყოს ეს საერთოდ თანხვედრილი ხელოვნებასთან. საბერძნეთი ასე თუ ისე კარგავს ამ კავშირს ძველთან. ეს იყო გარე ფაქტორები ეკონომიური შეიძლება ვთქვათ ეს გარე ფაქტორებიც პოლიტიკურიცაც დაკავშირებული იყო საბერძნეთსა და თურქეთს შორის დაძაბულ ურთიერთობასთან და იწყება საბერძნეთში ერთადერთი ძალა არის განმათავისუფლებელი ძალა. კარგად იკვეთება ბერძენი თანამედროვე ბერძენი ხელოვანების ნამუშევრებშიც. საქართველოს მთავრობა ყველანაირად უნდა ეხმარებოდეს სტუდენტს, რომ იმ ფაკულტეტზე ისწავლოს, რომელიც მას უნდა და თანაც უფასოდ. კონკრეტულად ჩემს უნივერსიტეტში ყოველთვის ეთყობა სამოგზაურო ტურები, რომელსაც აფინანსებს
უნივერსიტეტიც და რაღაც გარკვეულ ნაწილსაც სტუდენტიც აფინანსებს თავის საკუთარ თავს. ახლა ამჟამად ჩვენი უნივერსიტეტიდან იყო ტური სიცილიაში. ლექციებსაც ატარებდნენ და იმას, რასაც ვსაუბრობთ ლექციებზე, ამას საკუთარი თვალითაც ხედავდით. საბერძნეთს რომ ვუყურებ თავისი არქიტექტურული კუთხით და შედარებას ვაკეთებ ძველ არქიტექტურასთან, ფიქრობ, რომ ჯერჯერობით საბერძნეთი არ არის იმ დონეზე განვითარებული, როგორიც ძველი ბერძნები იყვნენ. ჯერ კიდევ ჩარჩენილია საბერძნეთი მაინც ეჭიდება ფესვებს, ძველ ფესვებს, მაგრამ რაიმე სიახლის განვითარებისკენ, რაიმე სიახლის მოპოვებისკენ არ აქვს ნაბიჯები გადადგმული და თითქოს კავშირს ვამყარებს საქართველოსთანაც. ჩვენი ქვეყანა ძალიან ჩვენი ისტორიით მოგვაქვს თავი. თუმცა რაიმე სიახლის შექმნის შიში გვაქვს და რაიმე სიახლის შექმნის და მიღების შიში გვაქვს. როგორც და მე მგონი რომ ეს ერთგვარი დაბრკოლებაა ქვეყნისათვის და არა მარტო ქვეყნისთვის, თითოეული მოქალაქისთვისაც. ჩემი მიზანი ზოგადად იყო და არის რომ საქართველოში დაუბრუნდე. ჩემი ქვეყანა მართლა მიყვარს და მინდა რომ დავინახო ერთხელ და ასე ვთქვათ სამუდამოდ საქართველო იმ დონეზე, რომ არა მარტო მე, არამედ ყველას მოუნდეს დაბრუნება საქართველოში. მაგალითად, როგორც ბატონმა გოჩამ შემომთავაზა და მითხრა რომ დამეხმარა ასე ვთქვათ დახმარების ხელი გამომიწოდა, რომ ასე და ასე პროგრამა დავცადოთ, თუ სურვილი გექნება, რა თქმა უნდა, მეც მსგავსი რამ დიდი სიამოვნებით ჩემი სურვილი იქნება, რომ ეს ოდესღაც გავუკეთო ერთ სტუდენტს, რაც თავად მე გამიკეთეს.